საერთოდ რთულია ემიგრანტის ცხოვრება, აუხსნელი და ძნელად გადმოსაცემი მონატრებაა. უთქმელი სიტყვების მსგავსად წაგიჭერს ხელში და გასაქანს არ გაძლევს. ლაგოტივის მედია პლატფორმაზე თქვენ უყურებთ გადაცემას მონატრების ფერები, მე კი მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება ათენის მთავარ მოედანზე სინდაგმაზე. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომლის ემიგრაციის წლები 18 წელს ითვლის. ქალბატონი, რომელსაც ახლა ჩვენ შევხვდებით, ქალაქი გორიდან იმყოფება. მას ძალიან კარგად ახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი. ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს პერიოდი და თქვენთვის საინტერესო ისტორია აქვს მოსაყოლი. ახლა კი როგორც ხედავ, ქალბატონი ცირა გიორგაძე უკვე მოვიდა. გამარჯობა ქალბატონო ცირა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ დიდი მადლობა პირიქით. მოგენატრათ საქართველო? კი, ძალიან მომენატრა საქართველო, ძალიან. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას აქვს მუქი ფერი. სევდისფერი. ამ ფერებს მაქვს იმის საშუალება, რომ უფრო ლამაზი ფერი გავხადო და როცა მინდა წავიდე და ვინახულო ჩემი საქართველო. რამ გადაგაწყვეტინათ წლების წინ 18 წელია თქვენ აქ ემიგრაციაში იმყოფებით ათენში. რამ გადაგაწყვეტინათ წლების წინ გახვეულიყავით ემიგრანტის მანტიაში და თქვენც შეერთებოდით იმ ჯგუფს, იმ ემიგრაციის ვრცელ ჯგუფს და თქვენთვის ქალბატონი ცირასთვის დაგერქმიათ სახელი ემიგრანტი, რომელიც აი ასე ათასობით კილომეტრით მოშორებული არის საკუთარ სამშობლოს, ჩვენს სამშობლო საქართველოს. როგორც ყველა ემიგრანტს, ეკონომიური გაჭირვება, ფინანსები, უმუშევრობა არ მქონდა სამსახური და შვილები იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, შვილებს მეტი სჭირდებოდათ და მაქსიმალურად ჩემი საფიქრალი ჩემი შვილები იყვნენ იმ პერიოდში და მოვიფიქრე, რომ ამ გზას დავდგომოდი მეც ისევე როგორც ემიგრანტების 100%. გაიხსენეთ დღე, როდესაც ტოვებთ თქვენს სამშობლოს და მიდიხართ ემიგრაციაში, მოდიხართ აქ საბერძნეთში. როგორი განცდა ეს ყველაფერი? ეგ დღე არის დაუვიწყარი საერთოდ ცხოვრებაში, რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, ეგ დღე არ დაავიწყდება, რა თქმა უნდა. იყო 2005 წლის 22 აპრილი. როგორ დავემშვიდობე, როგორ გაყინული ვიყავი, სისხლი არ მოძრაობდა სხეულში, ჩემ შვილებს რომ ვემშვიდობებოდი. ავტობუსში ასვლა მიჭირდა ძალიან, აი ძალიან, ეხლაც რომ ახსენდება, ტირილი მინდა. მაგრამ გადავდგეს ნებიჯი. როგორი ფერია განშორებას? არ ვიცი, სულის ტკივილი, გულის ტკივილი. მაგას თუ ფერი აქვს, აი ეგ ფერია. თქვენ დატოვეთ საქართველო, თქვენ იქ დატოვეთ შვილები. როგორი იყო განცდა და როგორი იყო თქვენი შვილების რეაქცია, როდესაც იცოდნენ, რომ გარკვეული წლების განმავლობაში დედას ვეღარ ნახავდნენ? იცით რა არის? არ მქონდა დიდი ხნის ნაფიქრები და დიდი ხანი ნასაუბრები არ ვიყავი შვილებთან ამეხსნა რა ხდებოდა როგორ და აი თქმა და გაკეთება ერთი იყო. რაღაცა დღეებში მოხდა ჩემი წამოსვლა და ვერ გაანალიზეს ვერც ჩემმა შვილებმა და ვერც მე თვითონ რის წინაშე ვდგებოდი, სად მივდიოდი. ვერ გეტყვი მაგის პასუხს ნამდვილად რა განცდა იყო. მაშინ პატარები იყვნენ ჩემი შვილები, ბიჭი 16 წლის იყო, გოგო 13 წლის და ნამდვილად არ ესმოდათ რას აკეთებდა, რა ნაბიჯს გავდა დედამისი და სად მიდიოდა და იგივე ვიყავი, იგივეს განვიცდიდი მეც. მეგონა რომ აი ცოტა ხნით მივდივარ, 2 წლით წავალ და ჩამოვალ. და აგერ უკვე 18 წელი გავიდა, რაც თქვენ ემიგრაციაში ისე გავიდა 18 წელი რომ რატო მაინც და მაინც საბერძნეთი? როგორ მოხდა ამ ქვეყნის შერჩევა?
რატომღაც უფრო ადვილად აქეთ მოდიოდნენ მაშინ ქართველები და იყო ესეთი შემთხვევა რომ მეზობელი, კარის მეზობელი ჩემი ამხანაგი გოგო რაღაც წვეტელი ქონდა მაგას და მოდიოდა და მეთქი დაველაპარაკე თუ შეიძლება რომ მე ჩვენთან ერთად წამოვიდე მეთქი და კი ბატონო არ არის პრობლემა და ესე წამოვედით მეზობლები მეგობრობთ დღემდე ერთად ჩამოსულები კიდევ ერთად წავედით საქართველოში ისევ ერთად დავბრუნდით აი ესე 18 წელი როგორ მიგიღოთ საბერძნეთმა რამდენად რთულია და როგორია ემიგრანტის ცხოვრება უცხო მე მიწაზე დღემდე გაოგნებული ვარ საერთოდ ამ ერის ბერძნებისგან საერთოდ ვერ ძალიან ძნელი დასაჯერებელია ის რაც ამ ქვეყანაში ხდება ნებისმიერს უღებენ კარებს და უშვებენ სახლში ნებისმიერს რომელი ქვეყნიდან არის ჩამოსული ვინ არის რა წარსულის მქონია აი დღემდე მაოცებს ესმე მიმიღეს ძალიან კარგად როგორც თავიანთი ოჯახის წევრი მაქსიმალურად ცდილობდნენ მალე შესულიყავი კონტაქტში მესწავლა ენა საქმე არაა ძნელი ახლა როცა მუშაობას შრომაში ჩვეული ხარ ადამიანი ისეთი რა საქმე უნდა ყოფილიყო რომ მე ვერ გავაკეთებდი და მთავარი იყო ჩემთვის აი ოჯახის დამოკიდებულება, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, როგორ მიმიღებდნენ და აი ეს დამხვდა ძალიან თბილი სიტუაცია რა, ძალიან კარგად მიმიღეს და იმ დღიდან მოვდივარ ასე. მე აქ ოჯახით შევქმნელი. ქალბატონო, როცა თქვენ აქ ჩამოხვედით, გადის დღეები, გადის კვირა, გადის თვეები და უფრო მძაფრდება მონატრება. როგორია ემიგრანტის ცხოვრება აქ უცხო მიწაზე? პირველი წლები, რა თქმა უნდა, ძალიან უსიცოცხლოა, უფერი არა აქვს ემიგრანტის ცხოვრებას. მე პირადად ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე, ისე რომ დასვენების დღეც არ მქონდა. პირველი 7 წელი ასე ვიმუშავე. ერთ მოხუცთან ცხოვრობდი და იმ მოხუცის ცხოვრებით ვიცხოვრე ის წლები. მანამდე გარეთ რა ხდებოდა არ ვიცი. რაფერი ახლა ეგ ცხოვრება ხო ხდებით? რა თქმა უნდა, გახუნებული ფაქტობრივად უფერო ცხოვრება გქონდათ. ქალბატონო ცირა, რა გენატრებოდათ და გენატრებათ დღემდე აქ ათენში? ათენში უკვე იმდენი წლებია რომ ვარო ეს მონატრების და ყველაფრის ის გადალახული მაქვს. ძირითადად მონატრება იყო ოჯახის, შვილების, ნათესავების. ეგეც დავიკმაყოფილი, რა თქმა უნდა, უკვე მივდივარ და მოვდივარ, საბუთები მაქვს და არა მაქვს პრობლემა. და რა ვიცი, დღესდღეობით უკვე ვცხოვრობ საქართველოს საბერძნეთის ცხოვრებით და მონატრება უკვე აღარაფრის აღარა მაქვს. გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ქალბატონო ცირა, თქვენ ხარ წარმოშობით ქალაქი გორიდან. თქვენ რუსეთ-საქართველოს ომის თემას ძალიან მტკივნეულად იხსენებთ, რადგან ამ ყველაფერმა გადაიარა თქვენს ოჯახზე და შეეხო რუსეთ-საქართველოს ომი თქვენს ოჯახს. თქვენ ასევე, როდესაც ათენში გაიმართა ფილმის ჩვენება ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ბოლოს გახდით შეუძლოთ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, როდესაც ხელახლა გაგიახლდათ ის ტკივილი და ის განცდა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს პერიოდში გრძნობდით აქ ქალაქ ათენში. ტელეკომპანია იმედის გადაცემაში იმედის გმირები არის თქვენს ძმაზე საუბარი. მოდიოდით მე და ჩემი და აი აქ სადღაც 200 მეტროში აქ ვიყავით მოსულები და გაგვიხსნეს ცეცხლი. აი აქ დავინახე, აქ იდგა BMP იდგა, BTR იდგა, აი მაღლა მთაზე ისხდნენ სამხედრო ფორმებით. დავინახე რამდენიმე კაცი და გაშლილები იყვნენ რა. ხო და მე დავიჭერი ფეხში მოხდა, მანქანაში რო ვიჯექი, მანქანა უკვე ვეღარ დავზარი, გავაჭერე და დედაჩემი გადმომყავდა, დედაჩემს ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული და ცოტა მოძრაობა უჭირდა. რო გადმომყავდა მანქანიდან ამ დროს ამას ფერჩი მოხდა ტყია და ადგილზევე დაიღუპა და ტელეფონი მეჭირა ხელში.
არ გადამიგდია, ეგრე გამოვიდა და დავიწყე რეკვები და რეკვები ვერსად ვერ გავდიოდი. ძირითადად ვეკავდი ჩემ მეუღლესთან გორში რო იყო. როგორც იყო, რამდენიმე დარეკვის შემდეგ დაუკავშირდი და ჩემსორმა დაიწყო გორში სირბილი რო სადმე სასასტრაფო ენახა, ან რაღაცა ენახა და ბატონი პლატონი მოვიდა მანქანით. ორი ჟურნალისტი ახლა რა, ბერძენი როგორც მითხრეს, ბერძენი ჟურნალისტები ყოფილან. ჩამოაწვინეს ამ მანქანაში და წამიყვანეს მაშინ ქალაქის სამანტყოფოში. მაგდროს უკვე ქალაქის სამანტყოფოც უკვე დაცლილი იყო რა, აღარავინ აღარ იყო და სხვა სასტრაფოში დამაწვინეს მე და წამიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში და პლატონი აი ჩემთვის როგორ გითხრათ აი სიცოცხლის შემანარჩუნებელი რა, აი სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით შეიძლება ჩვენს ტელემაყურებელს რომ მოუყვეთ უფრო ვრცლად თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში თქვენ იმყოფებოდით აქ და ვერ გადიოდით კონტაქტზე საქართველოსთან, კონკრეტულად თქვენს მასთან. ეს ისტორია რომ გაიხსენოთ. დიახ. საერთოდ ომის დაწყებიდან პირველ დღიდანვე რა თქმა უნდა ძალიან განვიცდიდი ამას და ყველა წუთს და წამს სულ ვეკავდი, იმიტომ რომ ახლობლის ბიძაშვილების ბავშვები იყვნენ სამხედრო სამსახურში და გაწეულები იყვნენ მაგ ომში, ჩემი ძმაც და თავისთავად ეხლა ნებისმიერი ქართველი განიცდიდა მაშინ მაგ მდგომარეობას და სანათესაოსთან ვისთანაც ვახერხებდი ყოველ დღე ვეკავდი, ვიგებდი მდგომარეობას და უკვე რომ ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოეწერა და ბავშვები დაბრუნდნენ უკან, დაუმშვიდდი ცოტა მეთქი, ყველანი ცოცხლები დამიბრუნდნენ, მაგრამ ჩემ დასაუბედუროდ ჯერ კიდევ წინ მქონდა ომი გადასატანი. 12 აგვისტო იყო, ჩემი ძმა რო თბილისში დეიდაშვილთან მივიდა, ჩვენ დეიდაშვილთან მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და წამოვიდა გორში, სადაც დედა ყავდა ნაოპერაციები და მისი მეუღლის წაყვანა უნდოდა თბილისში და დედაო სოფელში უნდა წავიყვანო მამასთანო, ასე მითხრა ჩემმა ძმამ და ძალიან განვიცდიდი, ვიცოდი რომ გორში შესვლა ძალიან რთული იყო იმ პერიოდში. კიდევაც უთხარი ჩემ ძმას რომ როგორ უნდა შეხვიდეთქო გორში და ნუ გვერდზე გავლით შემოვლითი გზებით შევალო. შევიდა კიდევაც ვიყავი კონტაქტზე დაურეკე ჩემ რძალს, უთხარი რომ თუ მოვიდა და თუ წაიყვანა დედა, მითხრა რძალმა რომ წაიყვანა კი. მე სოფელშიც მქონდა კონტაქტი ერთ ქალთან, ქალბატონთან, რომელიც საუბედუროდ ეხლა გარდაიცვალა და ძალიან გული მტკივა. ისე დაეხმარა მაშინ ჩემ ოჯახს ის ქალბატონი, რომ ერთმა განათლოს მისი სული, მარტო მამაჩემს კი არა, მთელ სოფელს დაეხმარა მაშინ ის ადამიანი და რა ერქვა ამ ქალბატონს? მათო ბურნაძე. და შემდგომ რა ხდება? გარდაიცვალა. როდესაც უკვე ანუ და მე კონტაქტებოდი ამ ქალბატონს და ვთხოვდი რომ მამაჩემი ოპერაციები მეუღლეს ვერ მიხედავდა და თუ შეეძლო რომ დახმარებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა აღმიქვა რომ დაეხმარებოდა მამაჩემს და დავჯდები გარეთ ქუჩაში და მანქანა რო შემოვა აუცილებლად აღარც მივაყვანინებო დედაშენსო მამა სახლშიო, ჩემთან წავიყვან და იქ მივხედავო. ну ამის მერე წარამარა ვეკავდი, რა თქმა უნდა მაინტერესებდა შევიდა თუ არ შევიდა, რაღაცა წინასწარ ეს მქონდა, შეგრძნება მქონდა ძალიან ცუდი, რომ რაღაცა ცუდი უნდა მომხდარიყო და იმიტომ სულ აფორიაქებული ვიყავი და ვეკავდი, არ მოსულა. რაღაცა პერიოდში ისევ ჩემ რძალთან გადავრეკე ჩემი ძმის მეუღლესთან და მითხრა რომ მანქანაო ააფეთქესო და დედაც დაიღუპაო და შენი ძმაცო. არასწორი ინფორმაცია ჰქონდა იმ დროს ჩემ რძალს და ну ხო წარმოგიდგენიათ ახლა ორი ადამიანის, ორი ოჯახის წევრის დაღუპვის ამბავს როგორ მივიღებდი იმ პერიოდში, მაგრამ ცოტა რომ დავშვიდდი და მოვედი გონებაზე, გადავრეკე ბიძაშვილებთან, დავრეკე ვისთანაც შეიძლებოდა კითხვა, მეგონა რომ ატყუებდნენ და არ მეუბნებოდნენ სიმართლეს. მაგრამ მე თვითონ მოვიფიქრე, მოდი ისევ ჩემ ძმის ტელეფონზე დავრეკავ თქო, რა ხან დაჭრილია და დაღუპული არ არის თქო, ხო მიპასუხებს ტელეფონზე თქო და ნამდვილად მიპასუხა. იყო გადასული უკვე მანქანიდან, ჩანს იმ კადრებში აბსოლუტურად ყველაფერი სად არის თავშეფარებული, დაჭრილი
სისხლიდან არ დავიცალო, მანქანას რო ესროლეს იმ პერიოდში ფეხში დაიჭრა და დედას უთხრა რომ გადავალო მანქანიდან რომ სისხლიდან რო არ დავიცალო, იქნებ რამე ვნახო მართულია რაღაცაო რომ ფეხზე შემოვიჭირო და ძმა გადავიდა მანქანიდან და დედასაც ჰქონია მცდელობა რომ გადმოსულიყო მანქანიდან. ძმამ გადავიდა სადღაც თავი შეაფარა, კიდე ახლდა თავისი მეგობარი ბიჭი, იმან გაიქცა წავიდა თავს უშველა იმ ბიჭმაც და დედას უკვე ნაოპერაციებელი რო იყო, ისეთი სისწრაფით რა თქმა უნდა ვერ მოახერხებდა გადმოსვლას, მანქანიდან რო გადმოვიდა, ამ შორი მანძილიდან რო დაინახეს რომ კიდევ მანქანაში ვიღაც იყო და მოძრაობდა, ესროლეს კიდევ მანქანას და დედა ეტყობა ამ აფეთქების წნევამ გაისროლა შორს მონაკვეთში, იმიტომ რომ მამაჩემს რო ჩამოუვლია იმ გზაზე, მანქანა კი ვნახე დამწვარიო, მაგრამ აღარავინ აღარ იყო და ეგონა რომ საავადმყოფოში დახვდებოდა ცოლიც და შვილიც. ნუ ჩემი რძალი, ჩემი ძმის მეუღლე გადასულა საავადმყოფოში, უთხოვია დახმარება იქნეს სასწრაფო გაგზავნოთ, რომ ჯარისკაცი ამ ადგილზე დაჭრილიო. და იქვე მდგარა ეს პიროვნება ბერძენი საქართველოში დაბადებული გაზრდილი პონტიელი ბერძენი, რომელმაც შესთავაზა ჩემს ძას დახმარება, რომ მე მყავსო სასწრაფო და შემიძლიაო წამოყვეო, უბრალოდ მითხარით სად არის, მე წავალ და მე ჩამოვიყვანო. და ამ პიროვნებას ახლდა კიდევ ჟურნალისტები, ორი ჟურნალისტი საბერძნეთიდან ჩასულები, რომლებიც იღებდნენ ამ აშუქებდნენ რუსეთ-საქართველოს ომის პროცესს. ყველგან აბსოლუტურად თვითონ ეს ბატონი ყვება იმედის გმირების ფილმი თუ ნახეთ, ყვება ყველაფერს სადაც შედიოდა, როგორ ეხმარებოდა ხალხს და არ ვიცი, მე ასე მგონია ის ადამიანი ღმერთმა გამოგზავნა იმ მომენტისთვის რა, აი არ ვიცი სანამ შევიდა, ანუ შევიდა, წამოიყვანა, ჩემი ძმა წამოიყვანა და საავადმყოფოში რომ ჩამოიყვანა, იქ შეეკითხა მამაჩემი რომ დედა სად არისო და ნუ ჩემ ძმას იქვე გაუგონია უკვე ხმა კონესის ხმა რო შეწყდაო, მივხვდი რომ დედა დაიღუპაო და უთხრა რომ სადღაც ახლოსში იქნებაო და გაბრუნდა ეს ბერძენი გაბრუნდა თავისი მანქანით ისევ რომ მოეძია ჩამოიყვანა საავადმყოფოში დედა ჩემიც და მე მამაჩემს ეხმარებოდა ჩვენი სოფლის მღვდელი კაცი რომელიც მანქანით იყო იმის მანქანით იყო ჩამოსული და პირდაპირ მანქანაში გადაასვენებინა, აღარ წამოაყვანინა საავადმყოფოში მამამ სასწრაფოს და პირდაპირ მანქანით წაიყვანეს სახლში და ესე შიშის ქვეშ დაკრძალეს. შიშის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ სოფელს მთა აქვს, სადაც იყვნენ დაბინავებულები, მაშინ დაბანაკებულები რუსები და აი რომელი სოფელია თქვენი? ჩემი სოფელი გორის რაიონის სოფელი არაშენდა. და იმ თაზე იყვნენ მაშინ განლაგებული რუსის ჯარი და რა თქმა უნდა ყველას ეშინოდა ჯერ სოფელში რომ ჩამოდიოდნენ, ნუ მადლობა ღმერთს რომ არაფერი არ მომხდარა მაგის შემდეგ სოფელში, რა თქმა უნდა შიში თავისთავად ქონდა ყველა ვინც იყვნენ დარჩენილები, ფაქტიურად სუგასული იყო ხალხი სოფლიდან. თანხმდებით ერთ რამეზე, რომ რუსეთი ოკუპანტია. ნამდვილად. რუსეთმა განახორციელა აგრესიული თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე საქართველოზე. გულდასაწყვეტია რომ მთელი ცხოვრება სკოლაში ცხოვრებაში გესმის რუსეთი მეგობარია, რუსეთი გვეხმარება, მაგრამ ამ დროს სხვა ფაქტის წინაშე დავდექით და რა ვიცი ახლა რაღა უნდა მოხდეს რომ მე აზრი შემეცვალოს, რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია. ფაქტობრივად მხოლოდ ეკრანი ყოფთ საქართველოსთან და მხოლოდ ეკრანი არის ბარიერი საქართველოსთან. თუ ადრე იყო ბარიერი ის ძალიან დიდი მანძილი და ხდებოდა წერილის დაწერა, შემდგომ როდესაც წერილს გააგზავნიდით, როდის ჩავიდოდა საქართველოში, შემდგომ უკვე იქიდან მოლოდინი იყო ძალიან დიდი, როგორც საქართველოში ელოდებოდნენ ემიგრანტის წერილს, ასევე თქვენ აქ ქართველი ემიგრანტები ელოდებოდით წერილს, რადგან მათ თქვენი ახლობლების მონაყოლთან ისტორიასთან ერთად ქართული სურნელი მოჰქონდა. რა თქმა უნდა, ახლა მაგას ფიქრობდი ზუსტად.
რამხელა მოლოდინი იყო, რამხელა სიხარული იყო. აი ყველაფერს ისე ვეფერებოდი, ფრთხილად ხსნიდი იმ გამოგზავნილ ამანატში რა იყო. წერილს ხო ჩემი შვილი მიგზავნიდა წერილებს და ყვავილების ის მაქვს შენახული სარვამარტოდ იები გაახმო და ისე გამომიგზავნა საჩუქრად. ძალიან დიდი განცდა იყო მოლოდინი იმისი, რომ იქიდან რაღაცას ელოდებოდი და ყურადღება იყო ჩვენს მიმართ, რომ ახსოვართ და გვიგზავნიან საჩუქრებს და ამით გვიხალისებდნენ ცხოვრებას, თორე ეხლა ასე მგონია, რომ აგერ მეორე ოთახში ზის თქო ველაპარაკები. ანუ ერთგვარი შვება გახლდა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ქართველი ემიგრანტისთვის. არ არის ის ნერვიულობა და ის განცდა ეხლა. იცით რა არის? ჯერ ერთი ჩამოსulis მომენტი იყო მაშინ საშინელება, სადღაც გადმოპარვით მოდიოდი დამალული, დაჩქმალული შიშის ან მიხვიდოდი ცოცხალი ადგილამდე ან არა ეგეთი. აი რომ გაიხსენოთ თურქეთ საბერძნეთის საზღვარი, სადაც თქვენც როგორც ყველა სხვა ემიგრანტი აქ ამ ქვეყანაში შემოვიდა გადმოპარვით, რადგან ძალიან რთული იყო საქართველოსთან 13 საათი ვიყავი სამალავში და ჩემთან ერთად იყო სხვა 9 ადამიანი. ავტობუსში იყო სამალავი? კი, ავტობუსში სამალავში ვიყავით 13 საათი. ახლა უკვე არის უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის და ასევე დაბალ ბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმაც ფაქტობრივად ემიგრანტებს მისცა საშუალება და მართლა გაუადვილა ემიგრანტობა თუ მაგალითად უსაბუთობის გამო არ შეუძლია ქართველ ემიგრანტს რომ საკუთარ სამშობლოში ანუ ჩვენს ქვეყანაში საქართველოში დაბრუნდეს მას შეუძლია აქეთ საბერძნეთში ჩამოიყვანოს საკუთარი იქნება მეუღლე და შვილი ყველა ის მონატრებული ადამიანი და ვფიქრობ ესეც არის ერთგვარი შვება და მადლობა ავიაკომპანია ვიზიარს იმისთვის რომ ყოველთვის უზრუნველყოფს ქართველების უსაფრთხო მგზავრობა საქართველოსდან ევროპის სხვადასხვა ადგილას. ძალიან გაადვილებულია დღესდღეობით ემიგრანტის ცხოვრება, ვისაც სურვილი აქვს, თუნდაც უსაბუთოც მიდიან და ისე ბრუნდებიან, ოღონდ პირდაპირ გზით ვერ შემოდიან, შემოვლითი გზით არის მაგის კომპანიაც, ვინც ეხმარება შემოვლითი გზით ევროპიდან შემოვიდნენ, ჩვეულებრივი და გააგრძელონ ისევ აქ მუშაობა. ძალიან დიდი განსხვავებაა 10-15 წლის უკანდელ ემიგრანტულ ცხოვრებასთან და დღევანდელ ცხოვრებასთან. ძალიან დიდი სხვაობაა. აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? საქართველოში დაბრუნებას ყოველ წუთს ვაპირებთ სიმართლე თუ გინდათ მე მაგალითად დიდი სიამოვნებით კი არა და ის ჩემი მეუღლეც მეუბნება ერთხელ მყავდა წაყვანილი საქართველოში 3-4 წლის უკან და მოეწონა ძალიან საქართველო და მითხრა კიდევაც რომ თუ კი სურვილი გექნებაო წავიდეთო და ვიცხოვროთ საქართველოშიო მაგრამ დღეს ისევ ძალიან რთულია მდგომარეობა მე მეგონა რომ დროთა განმავლობაში რაც წლები გავიდოდა სიტუაცია გამოსწორდებოდა დამშვიდდებოდა ცხოვრება უფრო იოლი გახდებოდა მაგრამ პირიქით დღეს უფრო მეტი ემიგრანტი მოდის საქართველოდან როგორია ქალბატონი ცირა გიორგაძის მიერ დანახული ათენი მისი თვალით ათენი რა ვიცი მე ძალიან მიყვარს ძალიან მომწონს მარტო იმიტომ რომ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი გამოგვადგა და მიგვიღეს და ჩაგვიხუტეს და დაგვეხმარნენ ფაქტიურად ამ ქვეყნის ხალხმა და სხვა დანარჩენი ევროპის ქვეყნის ხალხმა ოჯახებმა გადაგვირჩინა ოჯახები ფინანსურად თუ არ არის საშუალება ვერც ქვეყანა წავა წინ და ვერც ოჯახი და ვერც როგორ უნდა იარსებოს ოჯახმა ხო და აი მე ჯერ მაგითი ძალიან მადლიერი ვარ პატივს ვცემ ხალხს მიყვარს ათენი უკვე ჩემი მეორე სამშობლო თვლი და ძალიან სიამოვნებს აი ძალიან მიადვილდება უკვე აქ ცხოვრება და სურვილი მექნება ჩემ ქვეყანასაც ისეთი მომავალი შეექმნას და დაუდგეს რომ თავისუფლად მივდიოდეთ მოვდიოდეთ ესეთი ლაღი იყოს ცხოვრება როგორც ევროპაში ჩემი შვილებისთვისაც ჩემი მომავლისთვისაც ვინატრებდი რომ არ მინდა სიმართლე გითხრათ არ მინდა დატოვონ ჩემ მომავალმა თაობამ ჩემი ქვეყანა მინდა რომ ჩემ ქვეყანაში იყოს ბედნიერი
აქ ათენში მარტივი არაფერია. ურთულესი გზის გავლა უწევს ქართველ ემიგრანტს, მით უმეტეს თუ მან ენა არ იცის. უნდა მოხდეს აქ დამკვიდრება, რომელიც ძალიან რთულია. გაგიმართლებს თუ არა ესეც არ იცი. რა რჩევებს მისცემს ქალბატონი ცირა გიორგაძე იმ ქართველებს, რომელთაც ახლა გადაწყვიტეს, რომ გახდნენ ემიგრანტები? რა გითხრა ჩემო კარგო, მე მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოვდგები, იმიტომ რომ 18 წელიწადია უკვე ემიგრანტი ვარ. მე რო ახლა სხვას დავარიგო ჭკუა რომ არ წამოხვიდე და იყავი მაგასაჭირში მეთქი, არ მეტყვის შენ რატო არ ბრუნდებიო? ხო მეტყვის მაგას. თუმცა პასუხი რა გაქვთ ამაზე? პასუხი ის მაქვს რომ ჩვენ სამშობლოში უკეთესია, თუნდაც გაჭირვებით ცხოვრება, ნამდვილად ჩვენ სამშობლოში ჯობია ცხოვრება, მაგრამ ალბათ ეს რაღაცა დროებითია, ასე მგონია რომ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და დადგება დრო, რომ ჩვენ გაბრწყინებულ საქართველოში ყველა ემიგრანტი დაბრუნდებით და მაქსიმალურად თუ კი შეუძლიათ არსებობა დღესდღეობით მართლა არსებობისთვის ბრძოლობს საქართველოში ქართველი და აი ჯობია ბევრად ჯობია ისევ თავის ქვეყანაში ცხოვროს იმ გაჭირვებით ვიდრე იმ ევროპაში და იმ ამერიკაში მონის და მოსამსახურის სტატუსით ძალიან ბევრი წლები და ბევრი შრომა დაჭირდება ადამიანს დაიმკვიდროს თავი უცხო ქვეყანაში მით უმეტეს აი ცუდად არ გაიგოთ რა განათლების პატრონიც არ უნდა იყო რა დიპლომის პატრონიც არ უნდა იყო სხვა ქვეყანაში შენ მოსამსახურე ხარ სამწუხაროდ მაგრამ ეს რეალობაა კი ну მე დროთა განმავლობაში ვის როგორი ცხოვრება შეხვდება ისე მიყვება დინებას ეჩვევიან ეგუებიან ვინც ვერ ეგუება ბრუნდებიან არიან ეგეთი ადამიანები ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად ზეწოლას და დაბრუნდნენ უკან და აი მე ღმერთს შევეხვეწები რომ ჩემ ქვეყანაში დამშვიდდეს სიტუაცია რომ ელემენტარული სამსახურები ქონდეთ ხელფასი ქონდეთ იმდენი რომ იცხოვრონ ხალხმა და აღარ მოუწიოთ ქვეყნიდან გასვლა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაგის. მე მყავს შვილი საქართველოში, ოჯახი ყავს, შვილიშვილიც მყავს. მაქვს მაგის საშუალებაც რომ ეგენიც აქ მყავდნენ, მაგრამ არ მომყავს. შეგნებულად არ მომყავს. გირჩევნიათ რომ თქვენი შვილიშვილი იზრდებოდეს საქართველოში და აქ ათენში სხვადასხვა ქართველი ორგანიზატორების მიერ ქართული საღამოები ეწყობა. ეწყობა სხვადასხვა ფილმის ჩვენება, კონცერტები ეწყობა, რაც ალბათ მონატრებულ ქართველებს ცოტა ხნით მაინც ამოგზაურებს საქართველოში. რამდენად არის შვება იმ ქართველი ემიგრანტისთვის, რომლებიც წლებია არ ყოფილან საქართველოში? მე ძალიან დიდი შვება, ძალიან დიდი პირველი ემოციებია, როცა მე ეს კონცერტზე მოვხვდი, სრულიად უმიზეზოდ მომდიოდა ცრემლები. ბედნიერების ცრემლები, სიხარულის ცრემლები, რომ პირადად იმ მომღერალს უსმენდი, უცქეროდი ცოცხალს და ამ ხრივ ჩვენი ლიგია მუშკუდიანი ძალიან გვანებივრებს. გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ აი ნებისმიერმა ემიგრანტმა, რომ რამდენიმე ადამიანმა მოვითხოვოთ დაუშვათ ვიღაც რომელიმე მსახიობი გვინდა, რომელიმე მომღერალი გვინდა, მოგვენატრა ქართული რაღაც და მოიწვევენ, არც ისინი არიან უარზე დარწმუნებული ვარ, ჩამოდიან გვიმართავენ საუკეთესო საღამოებს და ვართ უბედნიერესები. აი იმ წუთებში, იმ საათებში სანამ იქ ვართ, თქვენ მოგზაურობთ საქართველოში. ვზნობთ რომ საქართველოში ვართ, ნამდვილად. ჯერო სულ ქართველები ვართ. დიახ. მე სხვათა შორის ამდენ ქართველს რო ხედავ უკვე აქ, ხო, რაღაცნაირად გული მტკივა, რომ თქვი ერთხელ ესეთი რაღაცა რომ ვაიმე როგორ არ მინდა ამდენ ქართველს რო ხედავ აქ მეთქი და იცი კარგად თქმის კარგი გამგონი უნდა ვიღაცამ ვერ გაიგო კარგად ეს ჩემი ნათქვამი და ისე ძალიან უხეშად მიპასუხა და არ არის ესე მე რაც პრონაკლები ემიგრანტი ეყოლება ჩვენ სამშობლოს ქართველი წავა საქართველოდან ეს მინდა ამას გულით ვამბობ და იფიქროს ამაზე ჩვენმა მთავრობამ რა იქნება
დიახ, ნამდვილად ხელშესაწყობი და დასაფასებელი ხალხი არიან ემიგრანტები, რომლებიც ათასობით კილომეტრზე გადახვეწილნი, ერთი რომ საკუთარ ოჯახებს ინახავენ, მეორე აქვთ დიდი მისია, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელის გატანა ფარგლებს გარეთ. ბევრმა უცხოელმა არც იცოდა საქართველოს შესახებ. კარგად მოგეხსენებათ, რომ რუკაზე რა ძალიან მცირე ადგილი გვიჭირავს. თუმცა ბევრმა ჩვენმა წარმატებულმა ქართველმა გააცნო საქართველო მთელს მსოფლიოს და გაუჩინა სურვილი, რომ ერთხელ მაინც ჩამოსულიყვნენ ჩვენს ულამაზეს კუთხეში საქართველოში. ჩვენ გადაცემა იმ მონატრების ფერებმა თითქმის ევროპის კონტინენტზე ბევრი ადგილი მოვინახულეთ და ვნახეთ ჩვენი ქართველები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოზე ლამაზი ბუნება მართლაც რომ არსად არ არის, ჩვენსაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ჩვენს ქართულს სხვანაირი სიმწვანე შეგხვდებათ. ახლა ჩვენ ათენის ნაციონალურ პარკში ვიმყოფებით, მაგრამ თითქოს ყველაფერი საქართველოს გავს, ხელოვნურია, ჩვენთან სხვა სილამაზეა. ქართული საღამოს შესახებ რომ მოგვიყვეთ, რომელიც აქ კინოთეატრ სტუდიოში გაიმართა ფილმის ჩვენება ბოსტანი კონფლიქტის ზონაში. კი ბატონო, როგორც ყოველთვის როგორც შემიძლია ვესწრები ქართულ საღამოებს და ამ ფილმის ჩვენებაზეც წავედით მე და ჩემი მეგობრები. მთელი ფილმის მსვლელობის პერიოდში ძალიან ვიყავი დაძაბული და მიყურებდნენ ბიძაშვილი მახლდათან და ის მიყურებდა იცოდა რა დამემართებოდა. მაქსიმალურად ვიკავე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ შევიკავე და გავხდი ცუდად. ძალიან ემოციური ფილმია. თქვენ ქალაქი გორიდან ხართ და ფაქტობრივად გაგიახლდათ ის ემოციები, რაც მაშინ 2008 წელს განიცადეთ თქვენ. კი, გამიახლდა და ალბათ ახლაც იგივე დამემართება, რომელიც გაიმართება 2 დღეში ფილმის ჩვენება შინდისის გმირების და არ ვიცი როგორ გადავიტან, როგორ გავუძლებ ამ ფილმის ბოლომდე ცქერას, ესეც არ ვიცი. გამძლეობას გისურვებთ. რაზე ოცნებობს ქართველი ემიგრანტი აქ? ათენში რა არის ქართველი ემიგრანტის ოცნება? ერთადერთი ოცნება აქვს ქართველ ემიგრანტს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის სამშობლოს და თავის ოჯახს. ესეთი რწმენა მაქვს, რომ ყველა ამაზე ოცნებობს. ათენში არის ისეთი ადგილი, რომელიც ძალიან გავს საქართველოს და სადაც მიდიოდით, ძალიან შემოგაწებოდათ ნოსტალგია ჩვენი ქვეყნის საქართველოსი და დარჩებოდით საკუთარ თავთან მარტო და ამბობდით, რომ აი ეს ფოთოლიც ხომ გავს ჩემს საქართველოს. ყველა ემიგრანტს უდგება რაღაცა პერიოდი, როცა ნოსტალგია შემოაწვება თავისი ქვეყნის და პოულობს სადღაც თავის თავშესაფარს. მეც მქონდა ასეთი ადგილი ამოჩემებული. მუშაობდი თავიდან გითხარით დასვენების გარეშე 7 წელიწადი და მე გორში გვაქვს ჩვენ პარკი ძალიან ლამაზი, ახალბაღის პარკი, სადაც აი რაღაცნაირად იმ პარკს მაგონებდა იმ დასახლებაში ყოფი დიდი პარკი, დასვენების პარკი და გავდიოდი იმ პარკში, დავჯდებოდი და ვფიქრობდი, მეგონა რომ მე გორში ვიყავი იმ პერიოდში, იმ წუთებში და ვფიქრობდი ჩემ ოჯახზე, ჩემ შვილებზე, ჩემ ქვეყანაზე და რაღაცნაირად იმ დროს განვიმუხტებოდი, განვიტვირთებოდი ხოლმე იმ პრობლემებიდან, რაც დაუშვათ გამოსვლის წინ მქონდა და მავიწყებდა ის ადგილი, რაც მაგონებდა ჩემ საქართველოს. რას უსურვებთ გადაცემა მონატრების ფერებს ჩვენ? გადაცემა მონატრების ფერებს უსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებებს. საინტერესო რესპონდენტებს. მომავალს, რაც მთავარია ლამას, ლაღს, ფერადი იყოს. ემიგრანტების ცხოვრებაც დასრულდეს, რომ ნამდვილი ფერები მიიღოს ადამიანების ცხოვრებამ. ნამდვილი. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავასრულოთ ფრაზით. ქართველი ემიგრანტი უცხო მიწაზე ეს არის? ემიგრანტის ცხოვრება არის დროებითი და ყველა დაუბრუნდება თავის ოჯახს, თავის ქვეყანას, თავის სამშობლოს და გააგრძელებს თავის ქვეყანაში ცხოვრებას ისე, როგორც თვითონ უნდათ. ლამაზად და ლაღად.
დიდი მადლობა ქალბატონო ცირა მასპინძლობისთვის, გულახდილი საუბრისთვის. მინდა გისურვოთ ძალიან მალე დაუბრუნდეთ ჩვენ სამშობლო საქართველოს. ნამდვილად ქართველები გვჭირდება ჩვენ. ნამდვილად ყველა ემიგრანტს ვუსურებ და ვეუბნები რომ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან გვჭირდებით და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ქართული სურნელი ჩამოუტანო მათ და მე მათგან ძალიან ენერგიით დამუხტული ვუბრუნდები სამშობლოს. ეს გადაცემა მონატრების ფერებია. მე კი მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. ჩვენ ვიმყოფებით ათენის ნაციონალურ პარკში, სადაც ჩავწერეთ ძალიან კარგი ინტერვიუ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა 18 წლის ემიგრანტ ქალბატონთან, ქალბატონ ცირა გიორგაძესთან. ჩვენ ბევრ საინტერესო რამეს შევეხეთ. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, რომ დაგვითმეთ ეს დრო და უყურეთ ჩვენს გადაცემას. აქვე გეტყვით, რომ გამოიწერეთ ლაგო TV-ს YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ასევე შემოგვიერთდით Facebook-ისა და Instagram-ის გვერდზე გადაცემა მონატრების ფერები და ლაგო TV. მოგწერეთ თქვენი საინტერესო ისტორიის შესახებ და ჩვენ აუცილებლად გესტუმრებით და გეწვევით იმ ქალაქში, სადაც თქვენ იმყოფებით და თქვენს ისტორიასაც გავაცნობთ ჩვენს ფართო აუდიტორიას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გადაცემა მონატრების ფერების დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომ არა ის გადაცემა მონატრების ფერები ვერ დაიწყებდა მესამე სეზონს და თქვენ ვერ იხილავდით გადაცემას ისეც, როგორცაც ახლა უყურებთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ავიაკომპანია ვიზიარს, რომელიც უკვე აგერ მესამე სეზონია უზრუნველყოფს ჩვენი გადამღები ჯგუფის უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოსთან ევროპის სხვადასხვა კუთხეში. მადლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს იმისთვის, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მე გემშვიდობებით ერთი კვირის შემდგომ ჩვენ ისევე ხვდებით ერთმანეთს ლაგო TV-ს მედია პლატფორმაზე გადაცემაში მონატრების ფერები.